ყველაზე საუკეთესო რძე მეგობრებო, როგორ კეთდება. ამ პატარა ვიდეოში გაჩვენებთ ნუშის რძე როგორ კეთდება, რომელიც მაღაზიაში 15-20 ლარი ლიტრაგეს და შიგნით დამატებულია ქვეყანა არასასარგებლო პროდუქტები, შაქარი და ქიმიები. თქვენ როგორ უნდა გააკეთო თქვენი ბავშვებისთვის, თქვენთვის თუ არ გინდა რომ გქონდე მაგნეზიუმის ნაკლებობა, უძილობა, კარგი კანი, ვერ შეადარებს სხვა რძეებს, გინდა ძროქის რძეა, გინდა რა ვიცი, ნუშის რძე. აქ შეიძლება წაიკითხო ნუშის რძეში რა შედის, რომელიც ძალიან მაგარია ჩვენი ჯანმრთელობისთვის. ბოლომდე უნდა უკურო ვიდეო, რომ ნაბიჯ-ნაბიჯი გაჩვენებთ რა ჭირდება მაგის რძე გასაკეთებლად. მინახია საქართველოში ბევრი ვიდეოები, რომელიც აქ ისხავენ წყალი, ნუში და აბლენდერებენ, რჩება მერე ბევრი ნალექი და ეს ამ ბლენდერში რძე არ კეთდება მეგობრებო. მაგისთვის ჭირდება თავიდანვე როგორც გეტყვი, ჭირდება ჯერ ეს პატარა დასაფხვავი. როგორც ყავის დასაფხვავი, მე მაქვს ცოტა დიდი დასაფხვავი, აქ სუნელები და რაღაცები ფხვავ მე. და აქა მაქვს, ნახე დაახლოებით 15 ცალი ღამე დატოვილია ეს წყალში და ეგეთი დიდი დახვდება დილით, ნიუტრიენტებით სავსე და ანტინიუტრიენტები შედის მეგობრებო ნუში, რომელიც ღამე თუ დატოვებ წყალში გაქრება და ეს მარტო ჯანმრთელობისთვის კარგი რამე დარჩება აქ. მინახია ჯოგი ძარმაცი ადამიანი მაშინვე ცხელი წყალში ცოტა ხანში გაიფრცხნება და იმას აკეთებენ რძე. წესი ეს არის მეგობრებო, რძე ესე უნდა გაკეთდე, ღამე უნდა დატოვო წყალში, დილით გაფრცხენი და ერთი ადამიანისთვის პორცია არის 1-300 გრამიან მილilitrიანი ჭიქა, 15 ცალი ნუში. მოდი გავაკეთო ეხლა როგორ კეთდება, სწორი წესი ეს არის. ინგრედიენტი რა ჭირდება მეგობრებო აქა. თავარი არის ნუში, აქ არის 15 ნუში, კიდე მთავარი ინგრედიენტი არის მეგობრებო, შავი პილპილი, 2-3 ძალია ესეთი. ეს იმიტომ რომ ნიუტრიენტები რომ უფრო ჩვენი ორგანიზმმა აიგოთ სწრაფად. აქ შედის პეპრინი ეხმარება რომ მალე მიიღოთ ჩვენი ორგანიზმმა აქ ნაპოვი ნუტრიენტები. აგერ 3 ჩალი ესე. ეხლა შემდეგი პროდუქტი არის მეგობრებო სეფერონი, ზაფრან. ეს ინდივიდუალურია თუ გააქვს ეს 1-2 მაგისი ასეთ ფესვისავით, რა ვიცი, თმასავით. ეს სოფლიოს ყველაზე ფასით ყველაზე ძვირი პროდუქტია. გრამი გირს დაახლოებით 50 ლარი. ეს 3-4 ბეწვი მაგისი აქ მოვიდა. ეხლა მთავარი მეგობრებო, ნახე, კინული უნდა 2-3 ცალი. კინული რატო ჭირდება მეგობრებო? აქ დაფქვის დროს გვერდზე რო არ დააწევო. ესე იგი 1-2 ცალი ეს წავიდა კინული, წავიდა და 1 ჭიქა ჭირდება წყალი. ოღონდ წყალი არ უნდა დაასხა თავიდან. კიდე ერთი პროდუქტია, მე უკვე გემოსთვის ვიკეთებს, ეს არის ილი მეგობრებო. ეს არის ილი, მწვანე ილი. ესე ავიღებ შიგნიდან მაგის თესლები და ეს კანი არ ჭირდება. ეგ არის სულ მეგობრებო. თუ დიაბეტი არ გაწუხებს და ჭარბი-წონა, თქვენ აქ შეგიძლია ნებისმიერი ტკბილეულის დამატება. თაფლი გინდა, სტევია გინდა და სხვა რამე. მე ტკბილი არაფერი არ უშვებს. ეხლა დავიწყებთ მაგისი პროცესი. აქედან იწყება. დავაფარებთ კარგად და დავიწყებთ მაგისი დაბლენდერება მეგობრებო. რამოდენჯერ უნდა ნახო და უნდა დაატრიალო. ეხლა აქ ნახე მეგობრებო, აი ეგეთი მასა მოვიდა.
მაგრამ ეს საკმარისი არ არის. გვერდზე გაკინულია, კარგია ესე უნდა იყო და უნდა დავამატო აქ ცოტა წყალი. ნახე. ცოტა წყალი. დავაფარებ. ისევე ესე დავიწყებს და ბლენდერება. ბოლომდე უყურე, მე არ მითხრა, ჩემი ხელი მოვიდა, ჩემი თხელი მოვიდა, ესა ნალექი მოვიდა. ეხლა ნახე. მასა. უკერძესკენ მიდის. ეგეთი მასა მოვიდა. კიდე ერთხელ დავატრიალოთ. ეხლა ჭირდება ჩვენ ბლენდერის აი ეს ნაწილი, რომელიც გექნება უფრო მეტად საქმეში. აქ ჭირდება ეხლა ეს ბლენდერი. თავიდან აქ არ კეთდება. ეს უკვე მასა მზად არის, აი ეგეთი, ნახეთ. არომატული 300 მილიგრამი წყალი. აი ეხლა ეს წყალი დაასკით აქა. გარეცხე ეს კარგად. ესე და ეხლა დაიწყება დაბლენდერება აქა. მზად არის რძე მეგობრებო, კითხვები როცა არის ყოველთვის. წყლული მაქვს, კუჩის პრობლემა აქვს, თავის პრობლემა აქვს. აქ ამ რძისთვის არც ერთი პრობლემა არ არსებობს, რომ არ დალიო. ყოველთვის უნდა დალიო. ეს რძე ნებისმიერი პრობლემა, ანუ არ იგრძალება ეს რძე. ბუნებით ცივია და როცა ჩვენ აქ 3-4 წალი პილპილი უმატებს, ნეიტრალური ის გაკეთება, გინდა ძამთარია, გინდა ძაფული, ყოველთვის აი ეს რძე არის მეგობრებო, რომელი უნდა დალიო. ტვინისთვის არის ძალიან მაგარი. ტვინი ბავშვებისთვის, რო სწავლობენ, ან სპორტში არიან. ეს რძე ნახეთ. გაწურვა ხო არ დაგჭირდება? ნახე, არ დაჭირდა. არ იწურება, იმიტომ სხვანაირად გაგდა როგორც წესი. აჰა, ერთი ციხა ეს რძე, რომელი ამას ფასი არ აქვს, მაგრამ მაღაზიაში კი რაღაცა დევს ფასი, მეგობრებო, მაღაზიაში ნაკიდი მკვდარია. ეს ცოცხალია, გემრიელად მივთვით, გააზიარეთ მეგობრებში, ბევრი კითხვა იყო, როგორ გავაკეთოთ ნუშის რძე, გემრიელი ნუშის რძე. აბა კარგად და ძამთელად.